რა პროექტები ხორციელდება ენერგეტიკის შესახებ სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისათვის და რამდენად ეხმარება მათ სასკოლო ასაკში შეძენილი ცოდნა პროფესიის არჩევანში. ამ საკითხებზე გადაცემის სტუმრებთან ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრთან ელენე ლაგვილავასთან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანთან ქეთევან ქუთათელაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ქალბატონო ელენე და ქალბატონო ქეთევან, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მოგესალმებით კეთი, მე ვესალმები თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონო ელენე, პირველი კითხვა თქვენთან მექნება სიუჟეტიდან გამომდინარე, ძალიან ისე დეტალურად იყო აღწერილი ენერგეტიკის სასწავლო პროექტის ერთ-ერთი წარმატებული, ასე ვთქვათ, შემდგარი მიმართულება ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე, რომელიც სკოლის მოსწავლებისთვის არის განკუთვნილი, ხო? როდესაც მუშაობდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აღნიშნულ პროექტზე, რა იყო მისი მიზანი და როგორ ფიქრობთ ეს შედეგია, რაც პროექტმა დღეისათვის მოგცათ? დიახ, კეთი, ეს პროექტი ნამდვილად ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საკანმანათლებლო ინიციატივა. მისი მიზანია სკოლის მოსწავლეების ინფორმირება და ცოდნის ამაღლება ენერგეტიკის საკითხებზე. როგორიც არის ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა და მოხმარება, განახლებადი ენერგიის წყაროები, ენერგოეფექტურობა. ამ საკითხებზე ინფორმაციის თეორიული და პრაქტიკული მიწოდება ხელშეუწყობს მოსწავლეებში ენერგიის სფეროსადმი ინტერესის გაღვივებას. გამომდინარე აქედან დაგულახდილი ვიქნები, რომ დარგში ნამდვილად არის ნაკლებობა ახალგაზრდა პროფესიონალების და მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მიზანი ცენტრის დაფუძნების და მსგავსი პროექტებით ინფორმაციის მიწოდების იყო სწორედ ეს. ჩემმა გუნდმა ბევრი იმუშავა ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ ფაქიზად მეეწოდებინა ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებისთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პროექტი უკვე მეორე წელია, რაც მიმდინარეობს. ამჟამად ჩატარდა კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავსა და ქალაქ ყვარელში. დაახლოებით მონაწილეობა მიიღო 200-მდე მოსწავლემ. პირველ ეტაპზე ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი ენერგეტიკის თემატიკაზე. ჩასული იყო ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის მეც უშუალოდ ვესაუბრეთ სკოლის მოსწავლეებს, დირექტორებს, რესურს ცენტრის წარმომადგენლებს. მე მინდა მადლობა გადაუხადო განათლების სამინისტროს ამ შესაძლებლობისთვის, რადგან ჩვენი მისია, მიზანი იყო ზუსტად ინფორმირება სკოლის მოსწავლეებს. როგორც ისი პროცესში საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები, ასევე რესურს ცენტრის წარმომადგენლები. დიახ, ნამდვილად ასე იყო, ამიტომ მადლობა მათ ამ ჩართულობისთვის. პირველი ეტაპი შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა ქალაქ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები და გამარჯვებულები დასაჩუქდნენ ფასიანი საჩუქრებით. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ეს იყო საზაფხულო სკოლა, სადაც გაეცდნენ ენერგეტიკის საკითხებს მოსწავლეები, მაგრამ აქვე მინდა დავაზუსტო, რომ ენერგეტიკის საკითხების გარდა მათ მიეწოდათ ინფორმაცია წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზისა და მელიორაციის შესახებ. ანუ დარგი მთლიანად მოიცვეს, ასევე მოსწავლეებს წაეკითხათ მომხმარებლის უფლებების შესახებ, თუ რა უფლებები და ვალდებულებები გააჩნია მომხმარებელს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოადგენეს მოსწავლეებმა თავიანთი პრეზენტაციები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ვფიქრობ, უმეტესობა მათგანს მივიხილავთ მომავალში დარგის პროფესიონალებად. მისასალმებელია ეს თქვენი შემართება და ქალბატონო ქეთევან, თქვენ წარმოადგენთ ენერგეტიკის ფაკულტეტს, ეს არის ფუნდამენტური ადგილი ახალგაზრდა ენერგეტიკოსების, ზოგადად ენერგეტიკოსების შემდგომი განვითარებისთვისაც, ხომ? აქტიურად ხართ ჩართული სასკოლო პროექტების მხარდაჭერისა და განხორციელების პროცესში, გარდა იმისა, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტზე სტუდენტებს ეძლევათ ყველა საშუალება იმისათვის, რომ მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება. აქტიური მხარდაჭერი ხართ, ბრძანდებით აღნიშნული პროექტის, რომელსაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახორციელებს და როგორია თქვენი პირადად თქვენი დამოკიდებულება და მათ შორის, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამოკიდებულება მსგავსი პროექტების მიმართ და ძალიან საინტერესოა თვითონ უნივერსიტეტის სტუდენტები, ფაკულტეტის სტუდენტები რამდენად არიან ჩართული მსგავსი ტიპის პროექტებში, აქტიურობენ თუ არა ისინი ინფორმაციის გაზიარების, განათლების მიწოდების თვალსაზრისით სკოლის მოსწავლებისათვის. მადლობა შეკითხვისთვის, მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს.
ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია და ჩვენი ძირითადი მიზანია რომ დარგს მოუმზადოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ამისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია რომ ჩვენთან მოვიდნენ მოტივირებული სტუდენტები და აი ეს საქმიანობა ცენტრთან ერთად განხორციელებულ პროექტებში აქტიური ჩართვა ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს და გვაძლევს საშუალებას რომ მათ გავაცნოთ ჩვენი სასწავლო პროცესი, სასწავლო გარემო, ჩვენი ინფრასტრუქტურა და როდესაც ისინი რეალურად ხედავენ ჩვენს კვლევით ლაბორატორიებს, უსმენენ შეკითხვებს, სვამენ, პასუხებს იღებენ, აი ეს ინტერაქტივი მათ აძლევს მოტივაციას, რომ შეგნებულად და გააზრებულად აერჩიონ მომავალი სპეციალობა და მოტივაციას რა მნიშვნელობა აქვს შემდგომ ამ სწავლის მიღების პროცესში და სამეწარმეო აქტივობაში მოგეხსენებათ. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღეთ სემეკის შეთავაზება, სასწავლო ცენტრის შეთავაზება პროექტში ჩართულიყავით და ძალიან აქტიურად ჩავერთეთ. სულ რამდენიმე დღის წინ გამარჯვებული, აი ბოლო პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები იყვნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე, გაეცნენ ლაბორატორიებს. მოგეხსენებათ, დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ ტრადიციული, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიის მიღების წყაროები, არის განახლებადი ენერგიები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩვენი ფაკულტეტის კორპუსის სახურავზე სამ დონეზე გვაქვს მზის ელექტროსადგური და დავათვალიერებინეთ, შემდეგ შევიყვანეთ ლაბორატორიაში, რომელიც Huawei გაგვიკეთა და ამ ლაბორატორიაში მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება რეალურ დროში ენახათ, როგორ აღირიცხება გამომუშავებული ელექტროენერგია, რომელი ხმარდება ფაკულტეტის საჭიროებას, რომელი ქსელში მიეწოდება და ასე შემდეგ და ვფიქრობ, ამ მოსწავლეებიდან, გამარჯვებული მოსწავლეებიდან უმეტესობა გახდება ჩვენი სტუდენტი და ამის რეალური საფუძველი სწორედ აი ეს შეხვედრა იყო. რაც შეეხება ჩვენი სტუდენტების ჩართულობას, ჩვენ წელს ვფიქრობთ, რომ განვახორციელოთ პროექტი ჩვენი ფაკულტეტის ძალებით ენერგოელჩები, ჩვენ მოვამზადებთ ჩვენს სტუდენტებს სპეციალური პროგრამით და ადადაგების პერიოდში ისინი თავიანთ სპეციალობას გაუწევენ პროპაგანდას თავიანთ რეგიონებში და თავიანთ სკოლებში. ძალიან საინტერესო იქნება და აუცილებლად ვიქნებით თქვენთან ერთად გადაცემის პარკლებში. ქალბატონო ელენე, თქვენ ბრძანდებით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც მუშაობს საგანმანათლებლო პროექტებზე და სთავაზობს პროდუქტის სახით, როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს და სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს. ხო, როგორ ფიქრობთ ზოგადად ენერგეტიკის შესახებ საზოგადოება რამდენად არის ინფორმირებული და რამდენად თვლით, რომ საჭიროა უფრო მეტი აქტივობა ამ კუთხით, იგივე პროექტების საშუალებით იქნება თუ რაც ქალბატონმა კეთებანმა ბრძანა, თქვათ სტუდენტების ჩართულობით და სხვადასხვა მსგავსი, ასე ვთქვათ, წამახალისებელი აქტივობებით. კეთი, მადლობა ამ კითხვის დასმისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ზოგად განათლებასთან ერთად მოსწავლეებს აუცილებლად უნდა გქონდეთ ხელმისაწვდომობა კონკრეტულ დარგებზე. ჩვენმა და დარგის პროფესიონალების მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ მაჩვენა, რომ სკოლის მოსწავლეები საერთოდ არ იცნობენ ენერგეტიკის დარგს და ენერგეტიკოსის პროფესიას. ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს. დიახ, ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს და ვფიქრობ, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ შევედით მე-9, მე-10, მე-11 კლასებში, სადაც უკვე იწყება მომავალში მუშაობა იმაზე, თუ გააგრძელოთ უკვე სწორესი განათლების დიახ, და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ჩვენი მხრიდან, რომ მიგვეტანა ახლოს მოსწავლეებამდე ენერგეტიკის დარგი და ენერგეტიკოსის პროფესია. გვესაუბრა დარგის განვითარების დინამიკაზე, პერსპექტივებზე, პროფესიულ განვითარებაზე. მე მინდა ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა უთხრა და ქალბატონ კეთევანს იმისთვის, რომ პირველივე დღიდან პროექტში ჩართულები არიან და გვამხნევებენ და საბოლოო ჯამში ჩვენ ვფიქრობ, რომ მივიღეთ ის შედეგი, რა შედეგითაც მივიღეთ ერთობლივი ძალისხმევით. საერთოდ ჯამში გამარჯვებული იყო 16
მოსწავლეთ 16-დან 14-მა განაცხადა, რომ ისინი ნამდვილად ჩააბარებენ მომავალში ენერგეტიკის ფაკულტეტზე და ორი მათგანმა თქვა, რომ მადლობა იმისთვის, რომ მომეცით შესაძლებლობა, რომ მივხვდით, რომ ეს ჩვენი პროფესია არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. კი ბატონო და ქალბატონი ქეთევანი ელოდება პროექტის გამარჯვებულ 14 მოსწავლეს, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით აგრძელებს განათლების მიღებას, გააგრძელებს უბრალოდ მომავალში და ქალბატონო ქეთევანი ძალიან საინტერესოა წლის ბოლომდე აქტივობები, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ამ მიმართულებით დაგეგმილი და ამავე დროს თქვენ როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი რა რჩევას მისცემდით, რა რეკომენდაციას გაუწევდით სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ენერგეტიკის მიმართულებით სწავლის გაგრძელება, ან ჯერჯერობით არ არიან ჩამოყალიბებული რა მიმართულებით გააგრძელებენ სწავლას. მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენთან ჩვენ ვცდილობთ, რომ ხარი აუბათ იმ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რაც დღეს მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და შესაბამისად ჩვენს რეგიონშიც. ეს არის ახალი ტექნოლოგიები, წყალბადის ენერგია, განახლებადი ენერგიები, მზის სადგურები. შესაბამისად ჩვენ გვაქვს პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამები, განახლებადი ენერგიების წყაროების მიმართულებით. გვაქვს მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსის მომზადების და სულ მოკლე ხანში გვექნება დაბალი ძაბვის ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამა. მინდა გითხრათ, რომ ინტერესი პროფესიული პროგრამების მიმართ არანაკლებია, ვიდრე უმაღლესი საგანათლებლო პროგრამების მიმართ და ყოველთვის კონკურსი გვაქვს ამ პროგრამებზე და ელოდებიან რეგისტრირებული გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ გვაქვს მიღების შესაძლებლობა ავტორიზაციის პირობების მიხედვით. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ეხლა ვმუშაობთ ენერგოაუდიტის პროფესიული პროგრამის მომზადებაზე შესაბამის ექსპერტებთან ერთად და ვფიქრობთ, რომ აი ამ მჭიდრო კომუნიკაციით დარგის ექსპერტებთან ცენტრთან, მარეგულირებელ ცენტრთან, სასწავლო ცენტრთან შევძლებთ, რომ წარმატებით დავძლიოთ ეს გამოწვევა. რაც შეეხება რას ურჩევდი სკოლის მოსწავლეს, თუმცა პროექტებით საინტერესო, რომელზეც მომდევნო გადაცემებში აუცილებლად უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. კი ბატონო. რაც შეეხება სკოლის მოსწავლებს, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. პირველ რიგში ვიტყოდი ის, რომ ენერგეტიკა არის სტრატეგიული დარგი ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის და უსაფრთხოების საფუძველი და საძირკველი. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ამ დარგის სპეციალისტებზე და განსაკუთრებით მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე არის ძალიან დიდი და დრომდე კიდევ უფრო იზრდება. აქედან გამომდინარე დასაქმების პერსპექტივა არის თითქმის 100%-იანი დამეთანხმება ქალბატონი ელენებდა, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. გარდა ამისა, კარიერული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია პერსპექტივა კარიერული, მათ შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ არა მხოლოდ ადგილობრივ და რეგიონულ კომპანიებში, არამედ საერთაშორისო კომპანიებში და კვლევის ცენტრებში და ჩვენი ბევრი კურსდამთავრებული დღეს საერთაშორისო კომპანიების თანამშრომელია, წამყვანი თანამშრომლები. ანაზღაურებაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ანაზღაურება კარგი ენერგეტიკოსის საკმაოდ მაღალია და წლიდან წლამდე იზრდება. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პროგრამები არის პრიორიტეტული პროგრამები, მთავრობის მიერ აღიარებული პრიორიტეტული პროგრამებად და ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია და ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია ეს საბაკალავრო პროგრამები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ასევე პროფესიული პროგრამები დაფინანსებულია ეროვნული სააგენტოს მიერ, ასე რომ ვინც მოინდომებს, ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ავამაღლოთ მომზადებული სპეციალისტების ხარისხი და ამაში ძალიან გვეხმარება მარეგულირებელი კომისია
და გვეხმარებიან დამსაქმებლები მათთან კომუნიკაციის საშუალებით და ჩვენ ვეცდებით რომ ეს გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო ელენე, ქალბატონო ქეთევან თქვენ საქმიანობაში და იმედს ვიტოვებ რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით არაერთხელ ამ გადაცემის ფორმატში და ვისაუბრებთ უფრო დეტალურად იგივე პროექტებთან მიმართებაში. მაყურებელს შევახსენებ რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკულ პროექტებზე სკოლის მოსწავლეებისათვის.